მაგვიძა რა ისევ პირდაპირ ეთერშია. ჩვენ სტუმრები შემოგვიერთდნენ, სანამ მათთან გადავალ, გეტყვით რომ 17 მარტს თბილისი არტ ჰოლში ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლების ფესტივალი ერთსულოვნების მორიგი ტური გაიმართება. ჩვენ დღეს სტუმრები გვყავს ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ბატონი უჩად ვალიშვილი, აგრეთვე ქორეოგრაფიული ანსამბლი ივერიანის წევრები და ამ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან სუთიაშვილი და კიდევ ერთი მუსიკალური ანსამბლი ჩოხოსნები და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ბუგინეიშვილი. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, დილომშვიდობისა. ბატონო უჩა, ჯერ თქვენ ჩაგაკითხებით უშუალოდ ამ ფესტივალზე. როდიდან ტარდება ეს ფესტივალი და რამდენად წარმატებულია ის დღეს? ფესტივალი უკვე მეორე წელია, რაც ტარდება, მეორე ტური გაიმართება ახლა. და წარმატებულია, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ანსამბლები იღებს მონაწილეობას და სხვათა შორის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ანსამბლები არის აქ მონაწილეობენ ამ კონკურსში. და თავის დროზე მას ძალიან ისეთი კვალიფიციური ჟიური ყავდა და წელსაც, ესე იგი, ეს არ არის მარტო ფესტივალი, ეს არის კონკურსი. კონკურსის სახეც აქვს და ეხლაც უკვე იმუშავებს ჟიური, აქვს საინტერესო დებულება, გავეცანები ამ დებულებას. და ეს კონკურსის წესით გამოვლინდება გამარჯვებულები, არის საპრიზო ადგილები და ეს შემდეგი ტურის საქმე არის. რამდენად უწყობს მსგავსი კონკურსები და ფესტივალები ხელს, რომ საქართველოში წინ წამოიწიოს უფრო ფოლკლორი და განვითარდეს? ეს ვიცი, რომ თქვენი ამ ფესტივალის ერთ-ერთი მიზანია ეროვნული ცეკვების პოპულარიზაცია. ძალიან კარგი შეკითხვა, დიდი სიამოვნებით უპასუხებ, რა თქმა უნდა, ცოტა გავაკეთებთ ესე იგი შესავალს, გული მწყდებოდა საერთოდ ჩვენი საქართველოს ანსამბლები ყოველთვის სხვა ქვეყნებში მივდიოდით, მიემგზავრებოდა ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად და საქართველოში ეს ნაკლებად იყო, არ დავიწყებთ ახლა რა მდგომარეობა და როგორ, მაგრამ აი ახლა ბოლო ხანებში უკვე დაიწყო ადგილობრივი ფესტივალების ჩატარება და მე ვფიქრობ, რომ აი ეს კონკურსი საბოლოოდ მიიღებს საერთაშორისო სახებს და ჩვენს კიდევ სხვა ქვეყნიდან მოვიწევთ ალბათ სტუმრებს და მიხარია ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიის განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს, რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა, ამ სფეროში წარმატებას გისურვებთ, რომ რა თქმა უნდა მასშტაბური გახდება ეს თქვენი ფესტივალი, მინდა თქვენთან გადმოვიდე. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის მიღება და ანუ რას გაძლევთ ეს ყველაფერი პოპულარიზაციას ის ყველაფერი გასაგებია? მადლობთ მოწვევისთვის, მოგესალმებით. რა თქმა უნდა, პოპულარიზაციას გვაძლევს და უფრო მეტ გამოცდილებას, რა თქმა უნდა, მოცეკვავებსაც, მომღერლებსაც და უფრო მეტი სტიმულია ეს ყველასათვის, რომ მეტი ყურადღება გადაიტანონ ფოლკლორზე და უფრო შეუყვარდეთ რა ეს. სანამ თქვენი ანსამბლი შეგვისრულებს ჩოხოსნები ჩვენ გადაცემის ბოლოს ახლა ივერიანზე მინდა ვისაუბრო. ბატონო ლევან, თქვენც მინდა გკითხოთ, თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ესეთ კონკურსებში და ფესტივალებში მონაწილეობის მიღება? თქვენი პასუხის შემდეგ ჩვენ გადავალთ უშუალოდ ივერიანზე და მათ შესრულებით ვნახავთ ერთ კომპოზიციას. მოგესალმებით პირველ რიგში. პირველ ფესტივალზე რო დაარსდა ჩვენ ივერიანმა ასე თუ ფეხი აიდგა პირველად შევიდნენ სცენაზე ფესტივალ ერთსულოვნებას და ეხლა ხელმეორედ არის ცვლა თაობის და მეორე თაობა იცეკვებს პირველად ასე რომ რაღაც დაკავშირებული გვაქვს ჩვენ ყოველწლიური გამოსვლები და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჯერ ბავშვების სტიმული არის იქ ჟიური რაზეც ვისაუბრეთ აქცევს ყურადღებას კოსტიუმსაც მუსიკასაც თვითონ თანმიმდევრობას ბავშვი როგორ უნდა აღიძათოს სანამ დიდ ცეკვას იცეკვებს და დიდ წვრილს იღებს ეს კონკურსები და მაგრამ ჩვენ თქვენთან დაუბრუნდებით ახლა კახასთან გადავალ, სადაც ქორეოგრაფიული ანსამბლი ივერიანის წევრები იმყოფებიან. კახა რა ხდება შენთან? მინდა რომ ვნახოთ. მივესალმებით თქვენ სტუმრებს, მე აქით გამოგეპარეთ ასე ვთქვათ, სადაც ივერიანის წევრები იმყოფებიან ლამაზი გოგო ბიჭები, რომლებიც შეგვისურვებენ დავლურს. აბა წავიდა ბავშვებო.
დიდი მადლობა ბავშვებო, ნინუც აესე უნდა იცეკვო ქართული, ჩვენ მანე დაგიბრუნდებით ცეკვა ოსურით. ახლა აუცილებლად გავითვალისწინებ შემჩევას და ნამდვილად შევეცდები რომ ვისწავლო ჩვენ სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდით. თქვენი ერთ-ერთი მიზანია ახალი ქორეოგრაფიული ანსამბლების შექმნა, რამდენადაც ვიცი. მაინტერესებს თქვათ, აი როგორ აპირებთ ამას, რამდენი თქვენ ზოგადად თქვენ ანსამბლზე რომ მოგვიყვეთ, როგორ რამდენი ადამიანით არის დაკომპლექტებული? თვითონ ჩემი ანსამბლი არის ახალი ჩამოყალიბებული. სულ 7 წლის წინ დავიწყე ჩვენ ვარჯიში. როგორც მოგახსენეთ, ახალი თაობა უნდა სადღაც ალბათ 3 წელი, 4 წელი დრო როგორც გრჩება, სანამ სცენაზე ვანახებთ მშობლებს და თავის შვილებს და ეგ უფრო ალბათ უფროს თაობას ეკუთვნის, როგორ ხდება საერთოდ შევსება და რას გეგმავენ ამის. თქვენც როგორ საუბრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ ხდება ანსამბლების თქვენ შექმნა, როგორ შეერჩევა? გააჩნია ქორეოგრაფს, ესე იგი ქორეოგრაფი ქნის, რა თქმა უნდა, ვინც უნდა იყოს ხელმძღვანელი. და ქორეოგრაფს უნდა ჰქონდეს თავისი ხედვა, რა ინტერესებს მას ქორეოგრაფიაში, რა სტილით უნდა იმუშაოს, რა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ეს იქნება ფოლკლორული ანსამბლი, ეს იქნება სასცენო ვარიანტში, სასცენო ქორეოგრაფიაზე მომუშავე ანსამბლი, ეს იქნება შემდეგ უკვე პროფესიული და პროფესიონალური პროფესიონალი მოცეკვავებით. აი ეს თვითონ ინდივიდი არის, აი რა ხედვა აქვს მას და რა უნდა წამოწიოს. თუ იგივე ტრადიციული ანსამბლები რომ არის, იმის მიმდევარი უნდა იყოს, რაღაც უხებს ქორეოგრაფს და როგორი შემოქმედი არის. მე მგონი ამ კრიტერიუმებით უფრო უნდა განისაზღვროს ეს მისი ხელწერა, თუ მას საკუთარი სტილი აქვს. ერთი მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ადამიანმა, ქორეოგრაფმა, ხელოვანმა მთელი ცხოვრება იღვაწოს, მაგრამ არ კონდეს თავისი სტილი. და თუ ის თავის სტილს დაამკვიდრებს, მაშინ ის გამარჯვებული ალბათ წავა ამ ქვეყნიდან. მოდით ჩვენ ისევ კახასთან გადავიდეთ, ცოტა ხანში ისევ დაგიბრუნდებით და გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. კახა, მოემზადნენ ბავშვები? მოემზადნენ ბავშვები, მზად არიან იცეკვენ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელ ცეკვას ოსურს. აბა წავიდა ბავშვებო.
დიდი მადლობა. ახლა კი რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ძალიან მაგარი ცეკვი დაგიბრუნდებით.